ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო პროევროპული აქციის მონაწილეების საჩივრების განხილვას ერთთვიან ვადაში ვერ ასწრებს. ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ტელეკომპანია კავკასიასთან საუბარში ამბობს, რომ გომელაურის უწყება საჩივრების განხილვის ვადის 3 თვემდე გაგრძელება უწევს. მისი თქმით, ეს არის დაჯარიმებული დემონსტრანტების სწორი მიდგომის შედეგი, რომლებმაც უკანონო ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში მასობრივად გაასაჩივრეს. ამ გზით ერთი მხრივ უწყება გადაიტვირთა, მეორე მხრივ კი სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეებზე აქციის მონაწილეთა საჩივრები 2 თვის შემდეგ შევა. ყველაფერზე შეგვქონდა საჩივარი, როგორც მე, ასევე მოქალაქეებს. ამას გამოიწვია ის, რომ რაც არის ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადა ერთთვიანი წარმოებისთვის, იმისთვის, რომ საჩივარი ან დაკმაყოფილდეს, ან უარი გეთქვას, მინიმუმ განხილულ იქნას, ეს ვადა გაახანგრძლივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მე მაგალითად დღეს ჩამბარდა ბაჩო ქაჯაიასთან დაკავშირებით მქონდა საჩივარი შეტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროში. მეუბნებიან, რომ ეს ერთთვიანი ვადა გაიზარდა 3 თვემდე, რადგან ვერ მოასწრეს საჩევრის განხილვა. თუმცა ანალოგიურად ვნახე, რომ პოსტის სამსახურს წარმომადგენელს ასეთი ათეულობით ჩასაბარებელი დოკუმენტი ჰქონდა, ასევე გუშინაც გავრცელდა რამდენიმე, რაც ნიშნავს იმას, რომ საჩივრებმა იმუშავა პირველ რიგში ის, რომ მან შეაჩერა ახსოვების ვადა, ასევე გაახანგრძლივა ბუნებრივად საქმის წარმოება როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე სასამართლოში, იმიტომ რომ შემდეგი ეტაპი არის უკვე სასამართლო და ნაცვლად ერთი თვისა ამ მოცემულობით არის 3 თვემდე ესოდა გაზრდილი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გაზრდილი საჩივრების გამო ეს 3 თვე კიდევ უფრო გაიზარდოს. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო პროევროპული პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვის გამო 5,000 ლარით აჯარიმებს. ზოგიერთ დემონსტრანტს პოლიციელებმა საჯარიმო ქვითარი სახლში 17ჯერ მიუტანეს. აქციის მონაწილეები 5,000 ლარიან ჯარიმებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ასაჩივრებენ, რომელსაც განხილვისთვის ერთთვიანი ვადა აქვს. შემდეგ კი საქმე საქალაქო სასამართლოში მიდის. სანამ ადმინისტრაციულ დარღვევაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოქვეყნდება, მანამ აქციის მონაწილეებს ჯარიმების გადახდის ვალდებულება არ აქვთ.